და გამარჯობა მეგობრებო, ეს მე ვარ და დღეს უნდა მოვამზადოთ ყიყლიყო. ამისთვის დაგჭირდება აი ეს კვერცხი, რძე, ზეთი და 3 პური. მე ცოტა მასზე გამომივიდა დაჭრა, მაგრამ არა უშავს, თავარია რომ გამოგვიუდეს ყიყლიყო. ამისთვის რომ გავაკეთოთ, ჯერ დაგჭირდება 1 კვერცხი. მოდი გავტეხოთ. შემდეგი ეტაპია, რომ რძე ჩავასხათ აი სულ ცოტა დაგჭირდება. აი სულ ცოტა. აი მაგდენ. და მოდი ახლა ავაჯანჯღავოთ. აი რაღაც ასეთი ფერი უნდა გამოგვიყვეს. და ბევრი ბუშტები უნდა გქონდეს აი მას. შემდეგი ეტაპია, რომ ჩავთოთ გაზი და აქ გავაკეთოთ. მოდი მეგონი ხო და ეხლა მოდი დამეულდეთ და მოდი ახლა კი ჩავთოთ. შემდეგი ეტაპია, რომ აი მასეთი ნელი გავაკეთოთ გაზი. დავეთეთ და შევასხათ ცოტა ზეთი. ანდა თუ გინდათ ძალიან გებერან იყოს, შეგიძლიათ უფრო მეტი დაასხათ, მაგრამ მე აი მაგდებს ვასხავ. შეგიძლიათ უფრო მეტი. შემდეგი ეტაპია, რომ გავაკეთოთ, აი პური უნდა იმასე ჩავდოთ და ორივე მხარეს გავაკეთოთ. აი მას. რომ იყოს ასეთი კაი და ძალიან სოლიც თუ იქნება, ეგეც ძალიან კარგი არა. უფრო გემრიელი იქნება. ჩემი ასეთი გამომივიდა. ეხლა ველოდებით გას. აგერ მეგობრებო უკვე ტაფა გაცხელდა და მოდი ეხლა ჩავდოთ აი ყიყლიყო აი მასე და ორივე მხარეს უნდა შევწვათ. აგერ მეგობრებო უკვე მომზადა და უკვე შეგვიძლია ავიღოთ. აი მაგალითად უნდა 2.5 წუთი ერთ მხარე, მეორე მხარეს 2.5 წუთი და მასე უნდა გავაკეთოთ. ბავშვოთ გასი და აგერ მეგობრებო მასეთი უგემრიელესი საჭირო გამოვიდა საუზმისთვის. და მაშინ დღეს დაგეშოვებებით. ნახვამდის. შემდეგ ვიდეოებში შევხვდებით. კარგად.